დღეს საზოგადოებასთან ერთად შევიკრიბეთ იმ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, რაც გაჟღერდა მთავრობის მხრიდან, საუბარია 6 წელზე ძველი მანქანების შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით. ძირითად მოსახლეობას უკრძალავენ მანქანის ყიდვას. ეგ არის მოცემულობა. დღითი დღე ფაქტიურად ეს ქვეყანა ელიტის მიერ ფორმდება საკუთარ შეპესედ, სადაც უბრალოდ ისეთი დისკომფორტია მათთვის, რომ თუნდაც საცობებში უწევდეთ ჩვეულებრივ ხალხთან ერთად გომა, რომ მაგ საშუალებასაც ართმევენ ჩვეულებრივ ადამიანებს. საქართველოში მანქანა ძალიან ბევრისთვის შემოსავლის წყარო არის და ზოგიც საერთოდ მთელი ოჯახები არის დამოკიდებული მანქანაზე. თუ ბევრი მანქანაა, მოდი თვითონ ამ ხალხს, ვინც ამ კანონებს გვთავაზობს, ოჯახში რომ ყველა წევრს რომ მანქანა ყავს, იმათმა შეიზღუდონ თავი და ჩამოვიდნენ მაგ მანქანებიდან. ეს კანონი უნდა გადაიხედოს და წესით გასაუქმებელია, იმიტომ რომ საქართველოში არ ცხოვრობს ისეთი დიდი ბიუჯეტის ხალხი, რომელსაც აქვს საშუალება რომ იყიდოს სიტყვაზე თქვათ 2025-24-იანი ან 26-იანი მანქანები. ხელისუფლების მიერ დასახელებული მიზეზი, რომ თითქოს და ეკოლოგიის პრობლემები უნდა მოგვარდეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საცობების აღნიშნული კანონპროექტი ვერანაირად ვერ აწესრიგებს ამას, იმიტომ რომ ეს ძველი მანქანები, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყანაში ყოფება, არსად არ წავა და ვერ გაქრება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კანონი არ მივაღებინოთ. თვითონ რო საკუთარი მაგალითით გვაჩვენებენ ამ ნაბიჯს, მერე გადავიდეს უკვე ჩვეულებრივ ადამიანებზე იგივე მოთხოვნის წაყენება.